ანზორ ერქომაიშვილის ორგანიზებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალუტბარო სკოლების ხელშეწყობა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 17 სალუტბარო სკოლა ფუნქციონირებს, წელს მათი რაოდენობა 20-მდე უნდა გაიზარდოს. გაფორმდა მემორანდუმი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრს შორის. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც შეიქმნა 2000 წელს, თავის გამოცემებს, ეს არის სანოტგორებულები, ეს არის მონოგრაფიები, მომღერალთა ბიოგრაფიები, ეს არის გამოკვლევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, თუ ეს არის გამოცემები, უნიკალური ფონო ჩანაწერები, უსასყიდლოდ გადასცემს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. ეს უნიკალური მასალა გადმოგვიცემა ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, რათა ჩვენს გახსნილ სალუტბარო სკოლებში, რომლებიც უკვე 15 რეგიონში გვაქვს გახსნილი, გავაგზავნოთ და ახალგაზრდებმა უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი წინაპრები, ლოტბარები, ისწავლონ სიმღერები იმ ადამიანებისგან, სამწუხაროდ, რომლებიც ცოცხლები აღარიან ამ ჩანაწერების მეშვეობით.